ვარგის შხამქიმიკატებზე საუბრობენ სოფელ ყოროლისთავის მცხოვრებლები ადგილობრივების განმარტებით. პესტიციდების სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარიგებული ვაუჩერებით კახაბრის თემში არსებულ აგროსერვის ცენტრში შეიძინეს შეძენილი ნივთიერებით ციტრუსის შეწამვლის შემდეგ ნაყოფმა გაფუჭება დაიწყო. ათეულობით ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. ბრუნჯაძეების ოჯახში დღეს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით ორგანიზაციაში მოსახლეობის მიმართვა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქალაქეთა მიღებაზე უარი განაცხადეს, რაც პასუხობენ ადგილობრივების პრეტენზიებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნახეთ ჩვენს მომდევნო გამოშვებაში. ამდენი შრომის ფასად, რაც ვიშრომეთ, დღე და ღამე შრომა უნდა მანდადეს. კეიცით, ლაპარაკი არ უნდა. ყველა ჩაგვეყარა წყალში, არავინ არ მოდის. მოვითხოვთ და შემოჭდეს ეს წამალი და მერე გასახდეს ხალხში, ფერმერთა სახლია თუ რაღაცა. უნდა შემოიტანოს ისეთი წამალი, რომელიც გლეხებს არ დააზიანებს. საყოფი გაფუჭა წამალი. წამალს ვაბრალეთ. იმიტომ რომ ვისაც არ შეუწამლია, ის ბაღები კარგად არის და ვინც შეწამლა, ერთიც რომ შეწამლა, იგიც უკვე გაფუჭებულია. მოსახლეობა მოითხოვს იმას, რომ ხალხს რაღაცა პატარა რაღაცა ზარალი უნაზღაურონ რაცა ცოტა მაინც. ჩვენ არაერთმა ფერმერმა მოგვართა იმის შესახებ თუ ვაუჩერი მათ განააღდეს კახაბრის ფერმერთა სახლში, სოფლის მეურნეობაში როცა მივიდნენ პასუხი ვერ მიიღეს მინისტრმა, საერთოდ არც მიიღო ეს მოსახლეობა. გამოვიდით ჩვენ ადგილზე ვნახეთ თქვენთან ერთად თუ რა შედეგი მოყვა აი ამ შხამქიმიკატებს, გაფუჭებული არის მოსავალი და მოსახლეობა მოითხოვს შეისწავლოს კომისიამ და ექსპერტებმა და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ან მინისტრის ან რომელიმე იმ ჩინოვნიკის, ვინც შემოიტანა ეს წამალი.